კრიზისების მართვის საბჭოს სიტუაციურ ოთახში ევროკომისიის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. ღონისძიებაში კავკასიის რეგიონში პროგრამების საპარტნიორო საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ევროკომისიის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატი საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს და ბუნებრივი კატასტროფების რისკებისადმი ადგილობრივი ორგანიზაციების მდგრადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მჭიდრო კოორდინაციით შემუშავდა კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია თავის სამოქმედო გეგმით და ბიუჯეტით, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ჩვენს დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან. ევროკავშირის პროგრამის მიზანია საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის დახმარება ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებაში. ეს ღონისძიება აერთიანებს კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციას და ამგვარად ცდილობს დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს იყვნენ მზად ბუნებრივი კატასტროფების დროს და იმოქმედონ შესაბამისად.